პირდაპირ ეთერში პირდაპირ ჩართვის დროა, რომელსაც როგორც ყოველთვის ნატალი ნოზაძე უძღვება და მთავარ თემასაც თავად გაგვაცნობს. დილამშვიდობის მოგესალმებით, ეკან უგზარ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ალბათ გარემოს მიხედვით მივხვდით, რომ ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში ვიფებე, კონკრეტულად კი ფოტოსტუდია ლაივში ვიმყოფები დილიდან, სადაც რამდენიმე საათში ძალიან საინტერესო მასტერკლასი უნდა გაიმართოს ფოტო გადაღებები. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით ამ ასოციაციის წევრებისათვის უკვე ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს ძალიან საინტერესო ფოტოპროექტი, რომელსაც სახეები ეწოდება. სწორედ ამ ფოტოპროექტის დასკვნით ეტაპს დავესწრებით ჩვენ დღეს ჩვენი პირდაპირ ჩართვის მეშვეობით. მინდა გითხრათ, რომ ორი მასტერკლასი უკვე გაიმართა სხვადასხვა თემებზე. დღეს კი ასოციაციის წევრები დაესწრებიან მასტერკლასს, რომლის მიზანიც არის ფოტოების გადაღება საღამოს კაბებში. რა თქმა უნდა, მასტერკლასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მოდელები, რომლებიც მოირგებენ ამ საღამოს კაბებს. ფოტოგრაფები კი თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულება შეეცდებიან და გადაიღებენ ძალიან საინტერესო ფოტოებს. მასტერკლასი უნდა დაიწყოს 3 საათზე, თუმცა ჩვენ გვექნება ჩვენი პირდაპირ ჩართვის მეშვეობით იმის საშუალება, რომ დილით წინასწარ დავესწროთ აი მასტერკლასის რეპეტიციას. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ასე რომ დაგველოდეთ. მომდევნო ჩარტში შემოგიერთდებით ლაივ სტუდიიდან. დიდი მადლობა საინტერესო ანონსისთვის, ასე რომ ჩვენ ტელემაყურებელს მოუწოდებთ დაელოდოს ნატალის ჩარტებს. დავრუნდით პირდაპირ ეთერში. ნატალი ნოზაძემ მზად არის ჩაგვერთოს მორიგი ჩართვა ფოტოსტუდიიდან, სადაც ნატალი რაღაც სიურპრიზებსაც დაგვირდა. როგორც უკვე გითხრა ანონსის სახით, ფოტოპროექტ სახეებზე გვიამბობს, არ მხოლოდ გვიამბობს, არამედ გვაჩვენებს კიდევაც გადაღების პროცესს. რა თქმა უნდა, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გიბრუნდებით ფოტო ლაივ სტუდიოდან. როგორც უკვე წინა ჩართვით ხარით, ეს პროექტი, რომელსაც სახეები ეწოდება, უკვე ერთი თვეა რაც მიმდინარეობს და ის ფოტოსესია, რომელიც აქ რამდენიმე საათში გაიმართება, იქნება ასე ვთქვათ დასკვნითი ფოტოსესია ამ პროექტის ფარგლებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით ეწყობა და მე ახლა გადაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის ასოციაციის წევრები არიან და რა თქმა უნდა, ბატონი კახა პირველ რიგში, რომელიც ამ მასტერკლასის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ასოციაციის თავმჯდომარე გახლავთ. დილამშვიდობისა, ბატონო კახა. დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მოგვეცა ამ ფოტოსესიაზე დასწრების საშუალება. მოდით, რამდენიმე სიტყვით ჯერ ჩვენს ტელემაყურებლებს თვითონ ასოციაციის შესახებ უთხრათ. ცოტა ხანია მე მგონი, რაც შეიქმნა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება მოახერხეთ. ასოციაცია მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ასოციაცია შეიქმნა მართლაც დიდი ხანი არ არის რაც შეიქმნა, რამდენიმე თვეა. ასოციაციის დანიშნულება და მიზანი არის ისევე როგორც ყველა ასოციაციის, ხელი შეუწყოს გარკვეული სფეროს განვითარებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფოტოხელოვნების განვითარებას. ალბათ მაყურებელს ისიც აინტერესებს, როგორ შეიძლება გავხდეთ ასოციაციის წევრები, ანუ უნდა ვიყოთ მოყვარული ფოტოგრაფები, პროფესიონალი თუ სულ ერთია? ნამდვილად სულ ერთია, იმიტომ რომ ასოციაციაში არის ორი კატეგორია წევრების, ერთი პროფესიონალი ფოტოგრაფები და მეორე მოყვარული ფოტოგრაფები, რომელსაც უბრალოდ აინტერესებთ ეს სფერო. ანუ ბარიერი არ არსებობს გაწევრიანებაში. ხელოვნებაში ნამდვილად ბარიერი არ არსებობს და პირიქით ჩვენ მივესალმებით ასეთ დაინტერესებას. ეს ძალიან საინტერესო სფეროა, ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი სფეროა ჩვენი აზრით და მივესალმებით თუ კი ვინმე დაინტერესებულია, ჩვენთან გაწევრიანება ძალიან მარტივი პროცედურაა, არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ამის საჭიროა დაინტერესება და სურვილი. რა თქმა უნდა, მოდით ახლა გოგოებს შევაკითხოთ თავად როგორ მოხვდნენ ასოციაციაში და რაც მთავარია, მათ უკვე ორ პროექტში მიიღეს მონაწილეობა და რამდენად კმაყოფილები არიან. ნინო, მოდი შენგან დავიწყებ. შენ როგორ მოხვდი ასოციაციაში და ორი პროექტის შესახებ გითხარი, იმ ორი პროექტის შესახებ, რომელზეც უკვე გადაიღე შენი ფოტოები. კი, პროექტში მოვხვდი ფორუმით, ანუ ინტერნეტ მეშვეობით. ხო და ორ მასტერკლასს დავესწარი და ძალიან მომეწონა, რა თქმა უნდა. მოდი თემატიკაც უთხრათ ჩვენ ტელემაყურებლებს, რა თემაზე იყო ის მასტერკლასი? რა თემაზე იყო და სახეები. ხო და გადავიღეთ საქორწილო კაბები. საქორწილო კაბები. ხო, ძალიან რეტრო სტილი და საქორწილო კაბები. ძალიან დამაინტერესა და მომეწონა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოცდილებაც მივიღე. მოდი მირანდა, შენ გვითხარი, როდესაც გაწევრიანდი თავიდან ასოციაციაში, რა დონემდე ფლობდი, ანუ ფოტო ხელოვნებას? შენ დამწყები ხარ თუ უკვე რაღაც გამოცდილება გქონდა? მე ვარ დამწყები ფოტოგრაფი, წელს დავიწყე გადაღება საერთოდ ოქტომბერში და აქ გავწევრიანდი 3 თვეა უკვე. წევრი ვარ.
და ძალიან მომწონს აქაური სიტუაცია, არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ ფოტოგრაფია და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადმოგცენ ეს ცოდნა ჩვენ. თავიანთი ფოტოგრაფია. შეხება დღევანდელ მასტერკლასებს, უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დღევანდელი მასტერკლასის თემა იქნება საღამოს კაბები, ანუ როგორ ემზადებით ხოლმე კონკრეტული თემისთვის, თუ გაძლევთ ბატონი კახა კონკრეტულ დავალებას, იმიტომ რომ კონკრეტულ თემას ჭირდება კონკრეტული სპეციფიკა. ჩვენ გვაძლევს დავალებას, რომ მოვიტანოთ ჩვენი გადაწყვეტით, ასე ვთქვათ, აქსესუარები, რომლებიც გვინდა ვთქვათ, რომ მოდელს კონდეს, წარმოგვიდგენია ამ შემთხვევაში. და სიუჟეტი მოვიფიქროთ, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ეს მოდელი. ანუ თქვენ სრული თავისუფლება გაქვთ, ვთქვათ, მოდელის მართვის, ანუ სად დაასვა, როგორ დააყენოთ. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისუფლება გაქვს აბსოლუტურად დაწყებული, ვთქვათ, ჩაცმულობას აკეთებს მარიგოლდი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი სიუჟეტიდან დამთავრებული განათებით, ანუ ყველა. დიდი მადლობა, მირანდა და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერში ძალიან აქტიურად Photolife სტუდიოსთან თანამშრომლობს კომპანია მარიგოლდი, ქალბატონი თამარი დილამშვიდობისა. თუ არ ვცდები, სამივე პროექტში აქტიურად იყავით ჩართული, ანუ მოდელების მოყვანა, მათი გალამაზება, მაკიაჟი, იგივე კაბებით უზრუნველყოფა თქვენი კომპანიის მიერ ხდება. კომპანია მარიგოლდი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. პირველი იყო ჩვენი რეტრო, შემდეგ იყო საქორწილო თემატიკა და იყო არაჩვეულებრივი დღეს ხო საღამოს კაბები. და ეს ყველაფერი ხდება სააგენტო ნატალის მოდელებთან ერთად. ცოტა მოგვიანებით ჩვენ ირინა უნაშვილს ვიხილავთ. ძალიან სასიამოვნო გადაღებაა და სასიამოვნო გარემოა და მე მივესალმები, როდესაც დამთავრდა. უკაცრავად, ეს იყო პირველი პროექტი მარიგოლდი. არის პირველი პროექტი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა დიახ და საერთოდ გეგმაში წინ დიდი გეგმები გვაქვს, ალბათ მოგვიანებით ესეც დაანონსება და თქვენ ამის შესახებ გაიგებთ და აი ამის დასასრული რაც იქნება, იქ დასრულდება დიდი გამოფენით, რომელსაც ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ კარგი იქნება. ამის შესახებ მომდევნო ჩართვაშიც აუცილებლად გეტყვით, მანამდე კი, როგორც ქალბატონმა თამარმა გითხრა, აი ამ ლამაზ კაბებს უკვე მომდევნო ჩართვაში მოდელები მოირგებენ, რომლებიც აქ ჩვენთან ფოტოსესიაზე მოვლენ, ასე რომ დაგველოდეთ დასკვნითი ეტაპი მომდევნო ჩართვაში გველოდება. დიდი მადლობა ნატალია. ჩვენ გადავინაცვლოთ ახლა ფოტოსტუდიაში, სადაც ნატალია გველოდება. დილამშვიდობის. მოგესალმებით. გიბრუნდებით ფოტოსტუდია Life-იდან. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მზად ვართ იმისათვის ფოტოსესია დავიწყოთ, შემოგვიერთდა ორი ძალიან ლამაზი მოდელი, რომლებმაც მარიგოლდის საღამოს კაბები მოირგეს და როგორც გითხარით, დღევანდელი ფოტოსესიის თემა სწორედ საღამოს კაბებია. თუმცა სანამ უშუალოდ გავესაუბრებით მოდელებს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფოტოსესიაში მონაწილეობას მიიღებენ, მე Photolife-ის დაფუძნებელს გავესაუბრებით, თამარ ქარჩხადეს, დილამშვიდობისა თამარ. ჩვენ ასოციაციის, ანუ არსებობის შესახებ მიმოვიხილეთ ის სამი პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება ამ მასტერკლასების ფარგლებში, თუმცა შენგან ალბათ საინტერესო იქნება, რომ შეაჯამო ეს ყველაფერი, იმიტომ როგორც აღნიშნეთ, ეს არის ბოლო პროექტი ფოტოპროექტ სახეების ფარგლებში, ხო? დილამშვიდობის, მოგესალმებით ყველას. პატარა შესწორებას გავაკეთებ. ეს არ არის, ანუ ეს არის ასოციაციის პარტნიორის სტუდია Photolife. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ეს პროექტი განხორციელდა ასოციაციის მოყვარული წევრებისთვის. შედგებოდა ეს პროექტი 3 ეტაპისგან, ეს არის მესამე ეტაპი და ფინალური ნაწილი იქნება გამოფენა, ასე ვთქვათ. ანუ სამივე ეტაპის ფოტოები გამოიფინება. სამივე ეტაპის ფოტოები გამოიფინება და საზოგადოება ნახავს, რა ისწავლეს ასოციაციის მოყვარულმა წევრებმა, ასე ვთქვათ. და მე მგონი თვითონ ძალიან კმაყოფილები არიან, ძალიან პროდუქტიული იყო ეს პროექტი და პროდუქტიულად განხორციელდა, ძალიან ბევრი ისწავლეს თვითონ, იმიტომ რომ სტუდიური გადაღება ცოტა რთულია და მით უმეტეს საღამოს და საქორწინო კაბების გადაღება თავისებურებებს შეიცავს და მოდით ახლა შევიტყოთ რა დავალებები მიიღეს სწორედ დამწყებმა ფოტოგრაფებმა ბატონი კახასგან, იმიტომ რომ ყველა გადაღებას რა თქმა უნდა ახლავს თავისი სპეციფიკა. ბატონო კახა, თუ შეიძლება გითხრათ, აი ამ დღევანდელი გადაღების სპეციფიკა განსაკუთრებით რაში მდგომარეობს? ანუ რა რჩევებს აძლევთ დამწყებ ფოტოგრაფებს, რა უნდა გაითვალისწინონ კონკრეტულად აი ესეთი ფოტოსესიის დროს, როდესაც საღამოს კაბებზე? დღევანდელი ჩვენი სესია შეეხება საღამოს კაბების სიუჟეტების ორგანიზაციას. ეხლა ბავშვები მე მაცნობენ თავიანთ ჩანაფიქრს, თავიანთ მოსაზრებებს და მე ჩემ აზრს უზიარებ უბრალოდ, ვაძლევ მათ რეკომენდაციებს და რაც ყველაზე მთავარია, კიდე გარდა ამ ხატრული მხარისა, ფოტოს გააჩნია ტექნიკური მხარე. ანუ მისი ექსპონირება, ანუ გადაღება, ფოტოგრაფირება უნდა მოხდეს ტექნიკურად სწორად. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან
დიდი ხნის განმავლობაში იწელება 3-4-5 საათი მიმდინარეობს, ხო, სანამ სასურველ შედეგს მეტიც კი ფოტოსესია შეიძლება ერთ დღეში ვერ დამთავრდეს. თუ უშუალოდ არ არის მიღწეული ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, მაშინ თვლით, რომ ფოტოსესია არ არის წარმატებული. ფოტოსესია მაშინ არის წარმატებული, როდესაც ავტორის იდეის, ჩანაფიქრის შესაბამისად მიღებულია გამოსახულება. ფოტოაპარატი ისეთი მოწყობილობაა, რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ყველა შეუძლია მიიღოს, მაგრამ ფოტოგრაფი ფოტომოყვარულისგან და ფოტოგრაფი იმით განსხვავდება, პროფესიონალი ფოტოგრაფი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ასეთი შედეგი მან ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს, იქიდან გამომდინარე, როგორი სურვილი აქვს მას პირადად. კი ბატონო, მადლობა ბატონო კახა, მე მგონი დამწყები ფოტოგრაფებისთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ მათ ესე ვთქვათ, ცნობილ მოდელებთან უწევთ მუშაობა. მოდი ირინას შევაკითხოთ. ირინა, შენ არაერთ ფოტოსესიაში მიგიღია მონაწილეობა, თუმცა საინტერესოა, როგორი სტილის ფოტოსესიას ანიჭებ, უფრო უპირატესობა საღამოს კაბები, თუ აი რაღაც სხვა სტილი. რა კუთხით გირჩევნია მუშაობა ფოტოსტუდიაში? პრინციპში ეს დაყოფილი არ მაქვს. ყველა ფოტოსესია რა თქმა უნდა რაღაც თავისებური კუთხით ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე პირადად ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, რომ შედეგი იმდენად მომწონს და შედეგით ყოველთვის იმდენად ყოფილი ვარ, რომ პროცესი იმდენად არ მიზიდია. ამჯერად შედეგზე შენ იმდენად მსჯელობა ცოტა გაგიჭირდება, იმიტომ რომ დამწყები ფოტოგრაფები არიან თქვენს წინაშე, მაგრამ მე მგონი არ არის, არ აქვს მსჯელობა არ აქვს. მე მაგალითად ყოველთვის მომწონს ჩემი ფოტოები და აი პროცესი იმდენად არ მომწონს, რამდენადაც მე ფოტოებით ვტკბები. კი ბატონო, მოდი თუ შეიძლება მოდელი გამოვცვალოთ, თუ არ შეწუხდებით, დავუცმოთ ადგილი უკვე ირინას და მე თიკას შევაკითხები, რომელიც ასევე ძალიან ლამაზ კაბაში არის გამოწყობილი მარიგოლდის თიკა. ირინასგან განსხვავებით, შენ პროექტის სამივე ეტაპზე მიიღე მონაწილეობა, ანუ გეცვა საქორწინო კაბაც, რეტრო სტილის ფოტოგადაღებაშიც მიიღე. ძალიან ხوار გაწოლებენ ბავშვები, საინტერესოა. პირიქით საინტერესოა ძალიან. მათთან მუშაობა, იმიტომ რომ ყოველს თავისებური ხედვა აქვს და ყველა თავისებურად საინტერესოა. კი ბატონო, ძალიან კარგი წარმატებას გისურვებ. მე სანამ ფოტოსესია დაიწყება, უბრალოდ შევაწყვეტინებ, ინა დიდი ბოდიში შეგაწყვეტინებ. მოდი შენ გითხარი, როგორც ვიცი, გარკვეული ჩანაფიქრი გაქვს, რა გინდა რომ გამოვიდეს საბოლოო შედეგი, რა ჩანაფიქრი გაქვს და როგორ ფიქრობ საბოლოო ჯამში როგორ იქნება შენი ფოტოები ამ ფოტოსესიაში? საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება საუკეთესო და ძალიან კარგი. და ეხლა მაქვს ჩანაფიქრი, რომ რაც მთავარია, სრულყოფილი სურათები გადავიღო. კი ბატონო, მოდი გითხარი, რამდენად ხშირად აძლევთ, თქვათ, აი წინა ფოტოპროექტებიდან გამომდინარე, რამდენად აძლევთ შენიშვნებს იგივე მოდელებს, იგივე მოთხოვნები, რამდენად ხშირად გაქვთ, რომ აი თქვათ ესე დაჯექი, ისე გააკეთე და რამდენად გემორჩილებია? კი, პერიოდულად გვაქვს შენიშვნები, რა თქმა უნდა, ან სულ შენიშვნები გვაქვს, რა თქმა უნდა, მოდელები თვითონ ახერხებენ და რა თქმა უნდა, კაი მოდელები არიან. Ну, ჩვენს კომენტარებს ვაკეთებთ, ანუ თავი აწიე, მეკაპი აწიე და ასე შემდეგ. ხო და პრობლემა არ გექმნებათ. არა. ძალიან კარგი, მე გისურვებთ წარმატებულ ფოტოსესიას, შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპეტიცია, ნამდვილი ფოტოსესია რამდენიმე საათში დაიწყება და ზუსტად არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება, მთავარია, რომ წარმატებული აღმოჩნდეს. როგორც გითხარით, ეს ფოტოპროექტი ამ ბოლო ფოტოსესიით მთავრდება და როგორც ამ ფოტოსესიის ორგანიზატორებმა გითხრათ, ეს ყველაფერი დასრულდება დიდი გამოფენით, ასე რომ უკვე დაველოდოთ გამოფენას. მანამდე კი მე წარმატებას ვუსურვებ მოდელებს და დამწყებ ფოტოგრაფებს და თქვენ, რა თქმა უნდა, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი დღე, მშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. შევხვდებით ხოლმე. გმადლობ ნატალის, ასეთი იყო ფოტოპროექტი სახეები, რომელთა ერთ-ერთი სერიაც დღეს ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა.